დაბადების დღემდე კურვები არ დახარჯოთ დიდი ენერგია, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა იმისათვის, რომ თქვენი მიზნები და თქვენი საქმეები წინ წაწიოთ, თუმცა ამავდროულად არ უნდა დაგავიწყოთ, რომ თქვენი ენერგია დაბადების დღემდე იქნება დასუსტებული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაჭარბებული, ესე ვთქვათ, ენერგიის ხარჯვა, ხო, გადაღლა. კი, უნდა გააკეთოთ ყველაფერი, უნდა იმოქმედოთ, თუმცა დასვენებაც არ უნდა დაგავიწყოთ კურვები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მოусმინოთ თქვენს ორგანიზმს. რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, აქამდე მაგალითად კურვებს თუ გქონდათ რაღაცა ფინანსური თვალსაზრისით, ხო, რაღაცა ჩავარდნები, რაღაცა მოლოდინები და არ მართლდებოდა მომავალი კვირის მანძილზე. კურვებს ნამდვილად აქვს შანსი, რომ ის რაც ახალი წამოიწყეს და აქამდე იყო გაჩერებული, აი ამ სიახლემა დადონ შედეგი, ან მეორეს მხრივ თუ რამე სიახლე არ დაგიწყიათ, ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები ფინანსების გამომუშავების თვალსაზრისით მოვიდეს თქვენთან და ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისით შეიძლება იყოს დაწინაურება მაგალითად, ხო? ასევე კონტაქტები კურვებთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაცა კოლაბორაცია გუნდური მუშაობის შემოთავაზება შეიძლება გქონდეთ ამ კვირაში კურვებს, რომელიც რეალურად ხელიდან არ უნდა გავუშვათ, თუმცა აქაც გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ და დაელოდოთ, ესე ვთქვათ, მშვიდად, წყნარად, მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ შანსები, რომელიც მოვა, ესე ერთ კვირაში და ერთ 10 დღეში არ წავა უკან, ამიტომ იჩქარეთ ნელა კურვებო, გამოიყენეთ ეს პერიოდი მოკლედ პროდუქტიულად და ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად საბუთებს. კურვებისთვის ასევე კარგი იქნება განტვირთვა, გადაადგილებები, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ან რაღაცა ახალი, ესე ვთქვათ, ინფორმაციის მიღება, ხო, ასევე მნიშვნელოვანი არის კურვებთან.